კუჩხა სამეგრელოში, იმერეთში ფერხობა, რაჭაში კლოვეარე. სრულიად საქართველოში მეკვლე, რომელსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა და რომელიც ბარბალობის განუყოფელი ნაწილი იყო და რჩება დღემდე. ბარბალობას და ახალ წელს ერთი და იგივე მეკვლე ყავდათ ხოლმე უფრო ხშირად. თუ შეამოწმებდნენ, რომ გასული წლის მეკვლემ ნამდვილად ბევრი სიკეთე მოიტანა, მას წინ მომდევნო წელსაც თხოვდნენ ხოლმე, რომ ოჯახი სიხარულით და ხვავი და ბარაკით აევსო. კუჩხი ბედნიერი ალბათ ყველას გახსოვთ. წინასაღამოს, ბარბალობის წინასაღამოს, ოჯახის დიასახლისი სამ ტაბლას აცხობდა ხოლმე. ლობიოს ან ნიგვზის გულსართით, ან ორივე სამ-სამს. და ასე ხვდებოდნენ მეკვლეს. მეკვლეს არა მარტო ტკბილეული და სიხარული შემოქონდა ოჯახში. მეკვლესთვის სპეციალური საჩუქრებიც მზადდებოდა. თქვენც მოემზადეთ, ფეხბედნიერ მეკვლეს გისურვებთ.